ქართული კომპანიები კიდევ ერთ საერთაშორისო გამოფენაზე. ახალი ბიზნეს კავშირები და ექსპორტის ზრდის პერსპექტივამ წარმოებლებისთვის გლობალურ პლატფორმებზე წარმოჩენა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აჩენს. ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი. 100,000-ზე მეტი ტურისტი, ათასობით კომპანია და 100-ზე მეტი ქვეყანა. დუბაიში Gulf Food-ის გამოფენა მსოფლიო კვების ინდუსტრიის ლიდერები კიდევ ერთხელ გააერთიანა. გლობალურ პლატფორმაზე საქართველოს საკუთარ პროდუქციას 2 პავილიონში წარადგენს. გადამუშავებული და ცოცხალი ხილბოსტნაულით ხილი, ყველი, სანელებლები და ლიმონათი. ჯამში 26 ექსპორტიორი მეწარმე უცხოელ სტუმრებს ქართულ ავთენტიკურ პროდუქციას აცნობს. ჩვენ ვართ Gulf Food-ზე პირველად და ასევე პირველად გვაქვს წარმოდგენილი აჭარული ხაჭაპურის საექსპორტო ვარიანტი. სრულად სერტიფიცირებული გზელვადიანი შენახვის ვადით. იმედი გვაქვს, რომ წელს რამდენიმე თვეში უკვე პირველად განვახორციელებთ ექსპორტს. ჩვენ ვაწარმოებთ კაკალს კახეთის რეგიონში და მოლოდინი არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ პირველი დღეა და უკვე ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. სხვა გამოფენებისგან განსხვავებით, აქ იკრიბება აბსოლუტურად ყველა რეგიონიდან იმპორტიორები, დისტრიბუტორები, წარმოებლებიც. ზუსტად Gulf Food-ის გამოფენაზე ვნახეთ პარტნიორი, უკვე რამდენიმე წელია ვიმუშავებით, ვართ წარმოდგენილები აქ ქსელში. Gulf Food-ის გამოფენაში საქართველოს სააგენტოს აწარმოეს საქართველოში მხარდაჭერით უკვე წლებია უწყვეტად მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზატორები წელს დამსწრეთა უპრეცედენტოდ მაღალ გაორმაგებულ რაოდენობას ელიან. შესაბამისად მაღალია მოლოდინი, რომ ქართული კომპანიები ახალ ბიზნეს კავშირებს დაამყარებენ და პროდუქციის ექსპორტს გაზრდიან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა ამ რეგიონში და ფაქტობრივად ჩვენი სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ეფექტური, ყველაზე მეტ კონტრაქტს ჩვენი ექსპორტიორები ყოველთვის ამ გამოფენაზე ამყარებენ ხოლმე და ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გამოფენაც ეფექტური იქნება. ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. განმარტავენ, რომ მსგავსი საერთაშორისო გამოფენები ქართველი ექსპორტიორებისათვის რეალური ბიზნეს შესაძლებლობების სივრცეა. გამოფენებში მონაწილეობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული მიმართულება, რომელიც რა თქმა უნდა განაპირობებს ქართველი ექსპორტიორებისთვის ახალ ბაზრებზე და ახალ პარტნიორებთან წვდომას და ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას. საერთაშორისო გამოფენა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 26 იანვარს გაიხსნა და 30 იანვარს დასრულდება. სააგენტოს მხარდაჭერით ქართულმა კომპანიებმა უკვე 28 ქვეყნის 235 საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.